განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ულოცავ იმ ადამიანებს, ვისაც გამორჩეულად უყვარს წიგნი და ის ყველა დეტალი, რაც წიგნის გადაშლას, გადაფურცლას, თუნდაც ფურცლის სუნს და იმ თელ ამ გარემოებებს უკავშირდება, რაც წიგნის ირგვლივ ტრიალდება, ეს არის მართლა განსაკუთრებული შეგრძნება. უერთდებით ჩემს სიტყვებს თქვენ ხართ ამ გუნდში, დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად და ალბათ დასტურიც არის იმისა, რომ რაც არ უნდა გადიოდეს დრო და ტექნოლოგიები გვიტევდეს და იყოს შფოთვა იმის შესახებ, რომ აი წიგნი ჩანაცვლდება, ინტერნეტი დაამარცხებს, აუდიო წიგნი დაამარცხებს, მაინც არ მოხდა ეს და წიგნი მე ვფიქრობ, რომ საბედნიეროდ არის მოწოდების სიმაღლეზე და იმ დონეზე, რომ ერქვას მას ესეთი სახელი შეუცვლელი. წიგნის მართლაც შეუცვლელია, დღეს არის წიგნის საერთაშორისო დღე, ვისაუბრებთ ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად, მაგრამ მანამდე შესავლის სახით გვინდა გამოვყოთ რამდენიმე ისეთი აქცენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ წიგნის კითხვით უფრო მეტად ჯანმრთელდება ადამიანი. ანუ ვინც უფრო მეც კითხულობს, უფრო მეტად ჯანმრთელია. გაგვახარე, გითხარი, იმიტომ რომ წიგნის კითხვა ბიოლოგიურად ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანებზე. გამოჩნდა ახლა რამდენიმე მაჩვენებელი და ამოვიკითხოთ თუ რა ხდება. დადასტურებული არის ინფორმაცია, რომ წიგნის მკითხველი ადამიანები საშუალოდ 2 წლით უფრო მეტ ცოცხლობენ. და ეს არის მეცნიერად დადასტურებული ამბავი და აი აქ განმარტება არის თუ რატომ, რომ არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ბიოლოგიურადაც გვიცავს წიგნი და მისი კითხვა. კითხვა ადასტურებს, რომ ვინც კითხულობს, ის უფრო დიდხანს ჯანმრთელად და დარწმუნებულია სულიერადაც უფრო მშვიდად არის. კიდევ ერთი დადასტურებული ცნობა იმის შესახებ, რომ არსებობს ზუსტი კალკულაცია იმისა, რომ თუნდაც 6 წუთით რომ წავიკითხოთ წიგნი, ამით 68%-ით შეგვიმცირდება სტრესი. აი ანტიდეპრესანტების მაგივრად შეგიძლიათ იკითხოთ. ანუ თუ არის რთული მდგომარეობა, ვიცოდეთ 6 წუთი? 6 წუთიც კი 68%-ს მოქმედებს. ახლა დღეში ერთი საღამო რო ავიღოთ, წარმოიდგინე რამდენ პროცენტზე ავა, ხო? 100-საც გადააჭერბებს და უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსავალი შეიძლება წიგნშია და არა სხვა რაღაც დამამშვიდებელ საშუალებებში და შფოთვის და დაწყლარების კუთხით წიგნი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეხლა რატო ხდება ეს ყველაფერი? კლინიკურად რაზე აისახება? ერთი მონაცემი არის ასეთი, რომ წიგნის კითხვა ამშვიდებს გულისცემას და ასევე ხსნის კუნთების დაძაბულობას. და დამერწმუნებით ალბათ, როდესაც სტრესია და ადამიანი შფოთვაშია, პირველ რიგში ეს აისახება გულის მუშაობაზე, როდესაც გული გვაწუხებს, აჩქარებულია და ასევე კუნთების დაჭიმულობაც ხშირია და აი წიგნი ამბობს, რომ სწორედ ამ სიმპტომებს კურნავს პირველ რიგში. და ხო არის ვთქვათ ესეთი ცნობილი დამამშვიდებლები იქნება ეს სეირნობა, ჩაის მიღება, იქნება ეს მაგალითად მწვანე ჩაი ან მუსიკის მოსმენა და აღმოჩნდა, რომ წიგნი აი ამ ყველაფერზე უფრო მეტად ეფექტურია და უფრო მეტად ეფექტურად მუშაობს, ვიდრე როგორც გითხარით, მუსიკა, სეირნობა და ჩაი. ასევე ჩვენ შესავალში ვახსენეთ სიტყვა აუდიო წიგნი, რომელიც როდესაც გამოვიდა, იყო ძალიან სხვათა შორის შიში იმის შესახებ, რომ ხომ არ ჩაანაცვლებს წიგნს და მე მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ძალიან დიდ წიგნის ღონისძიებაზე მონაწილეობდი ბრიტანეთში, იქ მითხრეს, რომ ძალიან პოპულარულია ჩვენთვის აუდიო წიგნები. ამას მეუბნებოდნენ თავად გამომცემლები და მე ვკითხე, რომ თქვენივე თავს ხომ არ უწევთ ამით კონკურენციას და არა, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო პოპულარული ხდება აუდიო წიგნი, პარალელურად უფრო პოპულარული ხდება ბეჭდური წიგნი. ეს როგორ მუშაობს მე არ ვიცი, მაგრამ დადასტურებული ფაქტი არის ასეთი. და აღმოჩნდა, რომ აუდიო წიგნები ისეთივე კარგი არის ტვინისთვის, როგორც კითხვა და ბეჭდური წიგნი. მარიკა, რომ ბოდიში რომ გაწყვეტინებ, რომელს ანიჭებ უპირატესობას? მე ვკითხულობ. მე აუდიო წიგნი ფიქრები გამირბის. ანუ სმენისას ფიქრები გაგიგო, ხო? აი მე სწორედ ეს მემართა ფიქრები გამირბის. ამ კვლევას შეიძლება არ ვეთანხმებოდე. არ ეთანხმები? ხო და აი ნახე ზუსტ ამბავს გეტყვი, რატო იგულისხმება ის, რომ აუდიო წიგნები წიგნით თერაპიულად მოქმედებს, რომ ტვინის სკანირება მაჩვენა, ანუ მეცნიერებმა იმუშავეს ამ საკითხზე, რომ მოსმენა და კითხვა ერთსა და იმავე ნერვიულ სისტემაზე მოქმედებს. ანუ შეიძლება გაგვირბის ფიქრები, მაგრამ ფაქტია, რომ ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებს. თუ არ გაგვექცევა და დავიჭებ, მაშინ კარგად იმოქმედებს. მოსმენა იგივე კითხვა. თუმცა კითხვის დროსაც ყოფილა, მე მქონია შემთხვევა, როდესაც შეუსაბამო დროს ვკითხულობ, ისე ჩავატარე მთელი ფურცელი, რომ მივხვდი, რომ ვერ წავიკითხე. ჩემ შემთხვევაში ეს ასე არ არის ამ კვლევის დარწმუნებული. ასე არ არის? მე კითხვა მირჩევნი. შენ კითხვა, ჩვენ სამივე ხელს ვწევთ კითხვაზე. და ბოლოს გეტყვით ერთ საინტერესო რამეს აუდიო წიგნთან თუ არა ხმამაღლა წაკითხულ წიგნთან დაკავშირებით, რომ ათვისების უნარს რაც შეეხება, დადასტურებულია, რომ 13 წლამდე ასაკის ადამიანი უფრო მეტად მოსმენით ითვისებს, ვიდრე კითხვით. ანუ, როდესაც მშობელი მას უკითხავს წიგნს 13 წლამდე ბავშვს, უფრო მეტად ხდება შეთვისება მოსმენის დროს და უშუალოდ აი სიტყვის მნიშვნელობა რომ გაიგოს, ამას აუდიო ინფორმაციით უფრო მეტად იგებს, ვიდრე რომ წაიკითხოს წიგნში. და აღმოჩნდა ესეთი პროცენტი, რომ 6-დან 11 წლამდე ბავშვების 58% ამბობს, რომ ხმამაღლა კითხვა სიამოვნებს და ერთგვარ დაცულობის შეგრძნებას უნვითარებს. კი, როგორც ზაპრებიდან მოყოლებულები, მე შემდეგ კითხვაც
უყვართ ბავშვებს ძალიან. ასეა, საქართველოს მონაცემები დავასრულებ ამ მიმოხილვას, სამწუხაროდ არც ისე საიმედო მონაცემებია, მხოლოდ 21% მშობლებისა უკითხავს ბავშვებს და იმ 21-ის უმეტესი არის დედა ვიდრე მამა და ვიზრუნოთ ყველამ ერთად, რომ წიგნიერება და შვილისთვის ხმამაღლა წიგნის წაკითხვა უფრო მეტად გამოვასწოროთ და ეს პროცენტები ავწიოთ. აქაც ხوار არის რამე კვლევა, რომ დედის და მამის წაკითხulis როგორ მოქმედებს მათი ჩავშალოთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, მაგრამ მანამდე ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მოვისმინოთ ხალხის მოსაზრება. ჩვენმა ჟურნალისტმა თაკო კირკიტაძემ გამოკითხა ქუჩაში ხალხი წიგნის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის შეკითხვა იყო და მოვისმინოთ თუ როგორია ხალხის მოსაზრება. ამ ვიდეოს შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით ეთერში. როგორ ფიქრობთ, რა შეეხმარება ბავშვებს წიგნების კითხვა? პირველ რიგში ადამიანები ჩამოყალიბდნენ მაგაში ეხმარებათ პროგრამაში, განვითარებაში, აზროვნებაში, ბევრი ინფორმაციის მიღებაში. აუცილებელია მათი განვითარებისთვის ყველანაირად. თქვენი აზრით დღეს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კითხულობს თუ ნაკლები? დღეს არ გეკითხულობს, ყველა ტელეფონშია შემოგახსოვს. ინტერნეტმა ჩაანაცვლა სამწუხაროდ. წიგნი ჩაანაცვლა ინტერნეტმა. ჩემი შვილიდან გამომდინარე, მე რასაც უყურებ, უფრო usmens წიგნებს. ჩემს გარშემო ბევრი კითხულობს ახლაც და მაშინაც ბევრი კითხულობს. როდის წაუკითხეთ ბოლოს შვილს წიგნი ხმამაღლა? ყოველდღე უკითხავ აბსოლუტურად. არ წამიკითხია, არ უყვარს ესე რომ ვკითხულობ. პატარა ორი თვინოც მყავს და ჩემ უფროსებს ვაკითხინებ წიგნს. თითქმის ყოველთვის უკითხავ. დღეს ალბათ. გუშინ საღამოს. ბავშვობაში ვინ გიკითხავდათ წიგნებს და რომელი წიგნი გახსოვთ განსაკუთრებით? მიკითხავდნენ როგორ არა მახსოვს სალამოს თავგადასავალი ყველაზე კარგად დამახსოვდა არ ბავშვობაში არ მახსენდება რომ დედა ჩემს წაიკითხა ჩემთვის ხმამა დედა მამა ჩემი დედა მამა ბებო დედა ჩემი ალბათ ბებია ჩემიც ვაჟამ შავლას ყველაზე მეტად სურკის ამბობი. როგორ არჩევთ წიგნებს? მაღაზიაში, ბუქტოგზე თუ მეგობრების რჩევით? მაღაზიაში წიგნზე აღწერით. საიტებზე. წიგნის მაღაზიაში მაღაზიაში ვარჩევ. მოვისმინეთ ახალგაზრდების მოსაზრებები და ძალიან კარგია რომ ახალგაზრდები აქტიურობენ წიგნის კითხვაში. მაღაზიაში ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ და სწორედ მისი თავმჯდომარე თამარ ლებაინძე შემოგვიერთდა სტუდიაში და ქალბატონი ნანა მაჭავარიანი, რომელიც არის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. მოგესალმებით, გამარჯობა. გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს, იმიტომ რომ თქვენთვის პროფესიული პროცესი არის ნაწილობრივ, დიახ. სინათლის შემომტანები ხართ თქვენ და ძალიან დიდი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში წიგნის მიმართულებით? უკეთესობისკენ მივდივართ, უარესობა იგრძნობა თუ აი სად ვართ გაჩერებული იქნებ გითხრათ? მე მოგახსენებთ რომ სამეცნიერო წიგნებს ვემსახურებით ჩვენ და აი ესეთი ტრადიცია გვაქვს, რომ 14 აპრილოთ ვაკეთებთ ხოლმე წიგნების პრეზენტაციას და მოკლედ წელს მოხდა ისე, რომ 30 გამოცემა განვახორციელეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ ამითი. ეს რა თქმა უნდა სამეცნიერო ლიტერატურა არის, რომელიც ეხება ქართულ ენებს, კავკასიურ ენებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ვეღარ ვაჩვენებთ, იმიტომ რომ დროში ასე მოხდა. შემდეგ შეგვიძლია ხო, რა შეეხება წიგნის კითხვა მე ბავშვობიდან მიყვარდა, წიგნიერ ოჯახში გავიზარდე და სხვანა რასაც აკეთებდნენ ჩემი მშობლები, მეც იმას ვაკეთებდი და უხრან მაჭავარიანის ქალიშვილი ბრძანდება, ქალბატონი ნანა და ძალიან მიყვარს წიგნები, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურა მიყვარს და ჩვენ ახალგაზრდებსაც ურჩევდი რომ ბევრი ეკითხათ. კი ახლა ტექნოლოგიების საუკუნე, მაგრამ ინტერნეტს სუნი არა აქვს და წიგნს აქვს ძალიან კარგი წიგნი უყვარს ეს ყველა იცის რომ რაღაცნაირი აი ფორცლების სუნი რაღაც რომ მყუდროდ მოთავსდები სადღაც გარეთ რო წვიმში რო კითხულობ ეს ყველაფერი მინდა რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმაც განიცადონ და ძალიან მიხარია რომ წიგნის დღე თურმე არსებულა მე არც ვიცოდი და მინდა წარმატება უსურვო ყველას, ვინც წიგნის გამოცემას ემსახურება. განსაკუთრებით ქალბატონს. მე სწორედ ასეთი კითხვა მქონდა და თქვენც შეეხეთ ამ თემას. წიგნი არაჩვეულებრივია, მაგრამ აი ტექნოლოგიები რო ვითარდება, არის თქვა ესეთი წიგნები, ხო? რა ქვია მაგას? Kindle-ის გულისხმობს. ხო, დიახ, შეგვიძლია ელექტროციგნები არსებობს. აი მარიკა საუბრობდა აუდიო წიგნებზე და შეიძლება არც ერთი იყიდო, არც მეორე და ინტერნეტი ყველას აქვს, ხელმისაწვდომია და უკვე ჩვეულებრივად წიგნები შეგვიძლია
ჩამოვტვირთოთ და ისე ვიკითხოთ, მაგრამ სოფლიოში მაინც უფრო მეტად პოპულარულია ეს ბეჭდური წიგნები, რაზეც ჩვენ საუბრობთ. საქართველოში რა ვითარება ამ კუთხით? ახალგაზრდებს ხომ არ ეზარებათ წიგნების კითხვა? არ მგონია რომ ეზარებოდათ, იმიტომ რომ აშკარად შეიმჩნევა ბოლო წლებში განსაკუთრებული ინტერესი, რასაკვირველია ამ პროცესს ავტორები და მთარგმნელები და გამომცემლები უწყობთ ხელს, ყველანაირად რომ ქართველი მკითხველი, მით უმეტეს ახალგაზრდა მკითხველი მუდმივად იყოს იმ პროცესების საქმის კურსში, რაც ხდება მსოფლიოში, მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ბეჭდური წიგნი ნამდვილად შეუცვლელია და ბოლო დაახლოებით 15-20 წელიწადმა ეს დაადასტურა, თუმცა არის გარკვეული ტიპის ლიტერატურა, ჟანრული ლიტერატურა, რასაც ჩვენ ვეძახით, სადაც ელექტრონული წიგნების და აუდიო წიგნების წილი არის საკმაოდ მაღალი ბაზარზე. იმიტომ რომ ეს არის გარკვეული თვალსაზრისით ერთჯერადი მოხმარების წიგნები, გარკვეული თვალსაზრისით, მაგალითად დეტექტივი, ხო? ძალიან მიყვარს მე პირადად ეს ჟანრი, მაგრამ ჟანრია და შეიძლება ერთხელ ორჯერ დეტექტივის საკითხვა თან ზედიზეთ. ცოტა უცნაურია, არ ბივა. მაგრამ დეტექტივების თარო რომ გაქვს სახლში. ხო. მაგრამ ნახე, აი თუ ბეჭდურ და აუდიოზე ვლაპარაკობთ, მე მაგალითად შერლოკ ჰოლმსი 8-ჯერ წავიკითხე, მაგრამ 8-ჯერ მოისმენ, 8-ჯერ მე მგონი არ მოისმენ. შერლოკ ჰოლმსი შეიძლება მოისმინო. მიბრუნება უფრო ადამიანური ჩვევა არ არის, ვიდრე აუდიოების ერთი და ნამდვილად ესეა, საყვარელ ადგილებს ვეძებთ ხოლმე, ხშირად ჩვენად არ ვკითხულობთ, ხო, რა თქმა უნდა. თუმცა აუდიო ჩანაწერებს რაც შეეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ კითხულობს. ტემბრს, ტემპს წაკითხვისას და ასე შემდეგ. ამას თავისი ბევრი რამე აქვს, რაც ყურადღება მისაქცევია და შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოს თუნდაც საყვარელმა ნაწარმოებმა, ცუდად წაკითხულმა და პირიქით შეიძლება საშუალო ინტერესი, საშუალო ხარისხის, ასე ვთქვათ, ტექსტი დიდი ინტერესით მოისმინო. ასე რომ ესეც ხელოვნება, ესეც აი ამ ყველაფრის ნაწილია. ჩავფიქრდით. ნამდვილად. მე სულ იმას ვამბობ, მოდი მაინც მე ძველზე ვისაუბრებ, კარგი გაგებით ძველზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს ძველი 1000-ჯერ ჯობია კიდევ ახალს, როგორც მივხვდით, იმიტომ რომ ბეჭდური კიდევ უფრო პოპულარული. აი რამდენად მნიშვნელოვანი არის საერთოდ კითხვა. ეს ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი, მაგრამ აი მოზარდებისთვის მაგალითად რომ წაიკითხონ, ეს რამდენად ეხმარება მათ სხვა საქმეებშიც, ანუ სწავლის დროსაც. აი რაღაცნაირად ხო ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მეტყველების განვითარების კუთხით არის მნიშვნელოვანი. ადამიანს რაც უფრო მეტი წიგნი აქვს წაკითხული, მით უფრო დიდი ლექსიკური მარაგი აქვს და მით უფრო კარგად მეტყველებს. მშობლიურ ენაზე მაქვს ახლა ამჟამად ლაპარაკი. და მე მივესალმები მაგალითად, რომ ბავშვმა წიგნი, რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხოს. იმიტომ წარმოსახვის უნარი ახლა ყველა სხვადასხვანაირი აქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ გარდა სულიერებას ავითარებს ძალიან წიგნის კითხვა, წარმოსახვას ავითარებს. ხო, რომ ერთნაირად შეიძლება უყუროთ, ხო, ხედგას, ვიღაც ჩემთვის სხვანაირია ისე მაგალითად ალუბლის. თქვენ სულ სხვანაირად ხედავთ იმ. თქვენ შემთხვევაში თქვენ ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, ხა მუხრამაჯავარი რო ყავს ოჯახში, იქ უკვე მაგალითებზე აღარ არის ლაპარაკი. მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, აი რაღაც ელემენტები ხო არის, რომ როგორ უნდა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ წიგნი არის მართლა შეუცვლელი რა. აი რა ელემენტები გადავალო. მე ერთ ჩემს საიდუმლოს გაგანდობთ, ახლა შვილებს არა, მაგრამ შვილიშვილებს ფულს უხდიდი წიგნის კითხვაში და აი ნაცადი მეთოდია გამიგია ამ შესაძლებელი. რამდენი ფურცელიც არის, იმდენ ლარს ვაძლევდი რა, მოკლედ ესე შევაყარე, უმეტესობას შევაყარე, სულ 5 შვილიშვილი მყავს და ანგარებით დაიწყეთ და ბოლოს შედეგით რა, მე მინდოდა რომ მათ ცოდნოდათ, რომ აი რაღაცა გარკვეულ ცოდნაში ფული იშოვება. ანუ თუ შენ ცოდნას დააგროვებ, ამეთი ფულს იშოვი და მოკლედ გაჭრა, ერთ-ორზე გაჭრა. პრაგმატული მიდგომა. ყველაზე არ გაჭრა, მაგრამ ერთ-ორზე გაჭრა და მე ვეუბნები ხოლმე, რომ წიგნის დასაწყისი ყოველთვის არის რაღაცა მოსაწყენი. იმას უნდა გაუძლო 1-15-20 გვერდს და მე უკვე საინტერესო გახდება და მართლაც ამანაც გაამართლა. ამანაც გაჭრა, ასე ვთქვათ. ხაბადონმან, აი მარიკა საუბრობდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, როდესაც ის არის პატარა, თქვათ აი 13 წლამდეო, მაგრამ კიდევ უფრო პატარა ასაკში, როდესაც თვითონ ეხა რო იკითხო, შეიძლება იცოდეს კარგად კითხვა 6-7 წლის ბავშვმა, 8 წლისამაც, მაგრამ აზრთან მასოებზე ფიქრობენ, თან ახმა უჭრით.
მშობლები რომ უკითხავენ, ამას ქონია ცალკე მნიშვნელობა, ასე ვთქვათ. აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა უკითხონ მშობლებმა, ბებიებმა, ბაბუებმა, თუ დრო აქვს დედმა, მამაც. აუცილებლად უნდა უკითხონ განსაკუთრებით კლასიკოსები, ილია აკაკი, ლექსები. აი ტყემ მოისხა ფოთოლი მაგალითად, ღამურა. აი ასეთი ლექსები ისე ხშირად უკითხავ მე ჩემს შვილიშვილებს, რომ ამახსოვრდებათ. კი არ ვასწავლი, რომ აი მოდი ახლა ჩამაბარე. უბრალოდ მე აღმოაჩენენ, რომ ეს უკვე ზეპირად იციან. აი აქვე ერთი კითხვაც გამიჩნდა საკუთარი გამოცდილებით, გამახსენდა ჩვენ რომ პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა, როცა არ ეცალა დედაჩემს, ფირსაკრავი ქონდა და სპეციალურ ფირფიტებს ყიდულობდა, სადაც იყო საბავშვო ზღაპრები. ეგეც ჩემი აუდიო წიგნი. ხო, აი ახლა გამახსენდა და ვუსმენდით ვიჯექით და ესე გასუსულები ვუსმენდით აუდიო წიგნებს. ალბათ წიგნებს და ზღაპრებს უსმენდით. პრინციპში აუდიო მუსიკალური თანხლებიც ავარაუდოთ, ხო? ალბათ, ახლა ეს დეტალები არ მახსოვს, მაგრამ არამას ისე კითხულობდა კანკალებდი შიში, ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველთვის აი ამას ეს მახსოვს, რომ მნიშვნელოვანია აგირჩიონ, როდესაც პატარა ხარ, რა წაიკითხო. აი ეს კიდე ცალკე მნიშვნელობისაგან აი რას ურჩევთ ხოლმე რა წაიკითხო ჭიენჭველა მაგალითად სუზეპირად იცის ჩემა 5 წლის შვილიშვილმა და ისეთ კარგ ლექსიკას ხმარობს ეხსენ მუხასა და მუხა მომცემს რკოზა და აი ეს სიტყვები ეხსენ და იმანის დათმო და მე იმაში როა კიდე რა ქვიან კომპლექსში დრუზა და აი ესეთი რაღაცები ძალიან მოწონთ ეს რაღაცნაირი ძირძველი ქართული ლექსიკა და მე მიხარია რომ ასეთ ლექსიკით მეტყველებენ ბავშვები და მერეც გამოადგება ცხოვრებაში და რა ვიცი მე მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი უნდა უკითხოს მშობელმა ვიდრე კითხვას ისწავლის ბავშვი და მერე ბავშვმაც ბევრი უნდა იკითხოს. თამარ, ახლა მოდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისის მაისისთვის ემზადებით და ყოველ ფესტივალს და საერთოდ ყოველ ახალ სეზონს აქვს ტალღა რომ ვინ გახდება ბესტსელერი, რომელი ავტორი და ასე შემდეგ. თქვენ ახლა თქვენი საგამომცემლო და ყველანაირი გამოცდილებით როგორ ხდება თაობებში დამკვიდრება მოდური ავტორის. ან აი როგორ მოდის ეს ტალღები, რომ აი ყველა ამას კითხულობს. და საერთოდ არის ეს მოდაც. კი, მოდა არის ყველაფერში, რა საკვირველია და ბევრი რამე განაპირობებს, გააჩნია ავტორი ქართველია, უცხოელია. თუ უცხოელი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რაღაცა საერთო ტრენდი მთელ მსოფლიოში არსებული, რომელმაც გამოძახილი ჩვენთანაც ნახა. შეიძლება იყოს რაღაც ფილმი, რომლის პირველ წყაროც არის ლიტერატურული და შესაბამისად ამან განაპირობოს წიგნის პოპულარობა. მოკლედ ბევრი მომენტია, რაც ხელს უწყობს ამას და რასაკვირველია ადამიანი, რომელიც დგას, კონკრეტული ავტორი, რომელიც დგას წიგნის მიღმა. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქართველი ავტორების შემთხვევაში. არიან რა თქმა უნდა ავტორები, რომლებიც შედარებით მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩევიან, მაგრამ არიან ისეთი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ საკუთარი წიგნების პოპულარიზაციას. აი პიარის კუთხით ზრუნვა გარანტია იმის, რომ წიგნი პოპულარული იქნება. თუ შეიძლება ვიღაც იყოს მართლა თავის სახში მყოფი ადამიანი, მაგრამ ისეთი ლიტერატურა დაწეროს, რომ ყველა შემთხვევაში გახდეს ბესტსელერი. ბესტსელერი შეიძლება გახდეს სამწუხაროდ, არც თუ ისე ხარისხიანი ტექსტით. ამის მაგალითები რასაკვირველია მსოფლიო ლიტერატურაში ბევრია, თუმცა მე ყოველთვის აქცენტს ვაკეთებ ხოლმე ნამდვილ მკითხველზე. აი ნამდვილი მკითხველი, რომელიც არ საჭიროებს რაღაც განსაკუთრებულ რეკომენდაციებს, მან უკვე იცის გზა, ბავშვობიდან იცის გზა და ქაბატონანს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ აი ეს კომუნიკაცია წიგნთან, რომელიც ხშირად ოჯახის შიგნით კომუნიკაციასაც აუმჯობესებს, ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. და აი ესეთმა მკითხველმა, რომელიც ადრევე ჩამოყალიბდა, ყოველთვის იცის, სად უნდა ეძებოს, რა უნდა ეძებოს და როგორ მოირგოს ტექსტი, როგორ იპოვოს თავისი საკითხავი. ფაქტობრივად დღეს აი ამ ადამიანების დღეა და აი ამ მკითხველებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო და კიდევ ერთი რამ მინდა აღნიშნო, რომ ეს დღე ტრადიციულად არის წიგნის ჩუქების დღე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დღეს აი ბევრი სხვა აქცია, ფასდაკლების პრო საპრომოციო აქციები გამომცემლებს აქვს და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა ადამიანი მიაკითხავს წიგნის მაღაზიებს ზუსტად ამ მიზნით, რომ წიგნი იყიდოს სხვისთვის საჩუქრად, საყვარელი ძვირფასი ადამიანებისთვის და მეც მოგიტანეთ აი ესე შეფუთული წიგნები. საგაზაფხულო შეფუთვით არის? ხო, რასაკვირველია. წიგნები და რა წიგნებია, სიმართლე
მოგეკითხათ შიგნით არა ესეთი ბრმაყაემანია კაპიტონ ნანოს მოგვიანებით მივართ მე წიგნი მართლა საუკეთესო საჩუქარი. რამდენ რამეს აზიარებ ადამიანი, როცა წიგნს ჩუქნია რა. კი, ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. და არის შემთხვევა, როდესაც ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ გეთბობა შენი წიგნი, რომ რაღაცა სხვას მისცემ, რომ წაიკითხავ ისო შენთან რჩება, თითქოს მთელი ის განწყობებია და შემდეგ ველოდები ხოლმე, როდის დამიბრუნებენ. რა ხელი წიგნი წაიკითხე ბოდიში ვასკოვითო ისე რო ეკითხები, რომ აი დაინტერესებს მოეწონათ ვარ, ბუნებრივია რომ მაინტერესებს, მაგრამ მინდა რომ მალე დამიბრუნოს, რომ ჩემთან ეს საქმის პრევენციისთვის ახასიათებს. კი, ბეჭედიც კი არსებობდა, მახსოვს ხო, ოჯახის რო ჩვენი ბიბლიოთეკიდან არის და თუ რო არ დაკარგულიყო წიგნი, დარტმულიყო ბეჭედი. ჩვენ მაგალითად მამაჩემი ბიბლიოთეკიდან წიგნებს არ გვათხოვებდა, რაც გვჭირდებოდა, იწერდა თუ მაინც და მაინც და ან იქ უნდა ყოფილიყავით და ისე უნდა წაგვედგეთ. ანუ თავისი პირადი ბიბლიოთეკიდან არ უყვარდა ძალიან წიგნის თხოვება. და მე რა დაიწერდა. როდის აბრუნებ, დაიწერდა და იმ დღეს უნდა მიგეტა. მოდით პატარა შეჯამება გავაკეთოთ ახლა ჩვენი ძალიან საინტერესო საუბრის, მე ასე ვფიქრობ და აი ქალბატონანა მაინც დასკვნის სახით რო ვთქვათ, ამ ციფრულ სამყაროში ყველაფერი გადადის ხელოვნური ინტელექტზე, ამის ჩვენს გადაგვაქციონა, ჩაგვაცნო და დაგვახუროთ ინტერნეტში, ფოტოები ვრცელდება. ახლა ფოტოს გადაღება და თქვათ ესე ფოტოსესია აღარ გჭირდება, შეგიძლია ყველაფერი გქონდეს ხელოვნური ინტელექტის წყალობით. აი, რა მნიშვნელობა აქვს წიგნს? აი ამ წიგნს, რაც თქვენ გვაჩუქეთ, დიდი მადლობა ამისთვის. სანიშნების კოლექცია მაქვს, ჩემი საყვარელი, რომელსაც დებ წიგნში. რა ვიცი, აბა რა გითხრათ, მე მგონია რომ კაცობრიობას წიგნზე უფრო ძვირფასი არაფერი არ შეუქმნია. წიგნით გვესაუბრებიან ჩვენი წინაპრები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის წიგნს. ბევრი რამეს ვიგებთ საუკუნეების იქით რა ხდებოდა წიგნებით და ადრე თიხის წიგნები იყო, მე მოგეხსენება ტყავის, ახლა ფურცელზეა ყველაფერი, მალე ინტერნეტში გადავიდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რა მოხდება, არავინ არ იცის იმას, ერთი ღილაკის დაჭერით შეიძლება ყველაფერი დაიკარგოს უცბად და ეს წიგნი მაინც მყარად დებს ბეჭდური გამოცემა მაინც მყარად უნდა იყოს ყველა ოჯახში ესეთი საოცარი ბიბლიოთეკები არის რაღაცა სართულებზე რომ რა ვიცი ეს მე მგონი ეს ტრადიცია და ეს ჩვენი საგანძური მთელი კაცობრიობის იქნება მუდამ თუ შეგვიძლია დავასახელოთ თქვათ ერთი ან ორი წიგნი რომლის გარეშეც კაცობრიობა არ იქნებოდა ისეთ როგორც არის დღეს რა მოგაფიქრდებოდა რა ვიცი მე ბიბლიას დავასახელებდი უნდა მეთქვა რელიგიური ტექსტები ზოგადად ალბათ ყველაზე უფრო ასე ვთქვათ გავლენიანი ტექსტებია ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე საუკუნეების განმავლობაში შესაბამისად რა თქმა უნდა არის ინდივიდუალური მომენტები ნუ დონ კიხოტე ალბათ გილგამეშის ეპოსი რა ვიცი დღეს რადგან კაცობრიობის წარმოდგენა ამათ გარეშე მე კი რასაკვირველია რადგან დღევანდელი დღე შექსპირის და სერვანტესის სახელებს უკავშირდება ერთის გარდაცვალება და მეორეს დაბადება თუ არ ხო ნუ ზუსტად არავინ იცის კაცმა რომ თქვას მაგრამ დიდი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეც გახლავთ და მოგეთ არაჩვეულებრივი მინვალი შვიდეულის კვირაშიც ვიმყოფებით და რეზუმეს მე ვერ გავაკეთებ თქვენთან ცოტა სამარცხვინო ამის კეთება მაგრამ ერთ კვლევის შესახებ გეტყვით რომ ამბობენ რომ სახლში სადაც წიგნები არისო იქ გაცილებით უკეთესად ანუ 100 წიგნი მაინც თუ არისო რაოდენობაზე არის საუბარი ისინი გაცილებით უფრო მოწადინებულები არიან და უკეთესად სწავლობენო ანუ არის ახალგაზრდა თაობაზე საუბარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი კვლევა ყოფილა მე ამის შესახებ არ ვიცოდი მაგრამ ერთი ნამდვილად მახარებს რომ არსებობს ქართულში ასეთი გამოთქმა წიგნიერება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს რომ წიგნიერი თაობა გვეყოლება ჩვენ მომავალში და ამას ქართულ შეუწყობთ რა იმედია რა თქმა უნდა და არა მარტო ჩვენ ცალ-ცალკე არამედ ერთობლივადაც იმიტომ რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის წვლილი განსაკუთრებით ტერმინოლოგიის სწორი ტერმინოლოგიის დამკვიდრების საქმეში ნამდვილად ფასდაუდებელია მე ერთ რამეს ვიტყოდი ბოლოში რომ წიგნი არის უღალატო მეგობარი და აი ეს არის განსაკუთრებული თვისება რომელიც აქვს საყვარელ წიგნს და დარწმუნებული ვარ რომ ყველა მკითხველი დავეთანხმება ძალიან დიდი მადლობა საჩუქრთვისა და რაც თავარია თქვენი სტუმრობისთვის და თქვენი საქმიანობისთვის მადლობა ნანა მაჭავარიანი და თამარ ლებაინძე იყვნენ ჩვენი სტუმრები დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა და ბუნებრივია საუბრობდით წიგნზე და მის პოპულარიზაციაზე შევისვენოთ ახლა კი ახლა სარეკლამო ჭრიძროა ჩვენს ეთერში მალე დაგიბრუნდებით